დილაობით მედალისას გვაქვს აუცილებელი ჩახუტების ტრადიცია, რომელსაც სახელად დატენვა დავარქვით. ანუ ერთმანეთს ენერგიით ვმუხტავთ. ლიზასი არ ვიცი და მე ეს ენერგია მეორე დილამდე მომყვება ხოლმე. მე და ნინია დავნაძლევდით, ვის დაუძახებდა პირველად. ვისხედით და უმეორებდით. გაკვირვებული გვიყურებდა. ერთ დილას ძილიდან გამომიყვანა რემედიოსის ხმა. მამა თქვა. ვიფიქრე, რომ დამესიზმრა. უცებ ისევ გაიმეორა. მას შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სულ მღვიძავს. როცა მძინავს, მაშინაც მღვიძავს. საერთაშორისო ტურნირზე რომ წავიდა, მე ვერ გავყევი და ინტერნეტით ვუყურებდი თამაშს. ვერაფერი დამავიწყებს იმ წამს, პირველი ბურთი რომ ჩააგდო. კიდევ კარგი ვერავინ მხედავდა. ბებიასთან ერთად ისვენებდა და ვერცერთი ლექსით ან მოთხრობით ვერ აღწერ იმ გემოსა და სურნელს, რომელიც 10 დღიანი განშორების შემდეგ ჩვენს ჩახუტებას ჰქონდა. ბედნიერების ფოიერვერკი იყო. ანიტა ადრე იყვიდებს და სამსახურში წასვლამდე სულ ერთად ვართ. თამაშობთ, მულტფილმებს ვუყურებთ. ასე მგონია, რომ ის 3 საათი ბევრად მეტი და დიდია, ვიდრე დარჩენილი დღე-ღამე. საოცარია იმაზე დაკვირვება დღითი დღე როგორ იცვლება კითხვები, რომლებსაც ერთმანეთს უსვამთ და პასუხები, რომლებსაც ერთმანეთს ვაძლევთ. როგორ ემატება მათ შინაარსი და პასუხისგებლობა. გამოცდებისთვის დიდხანს ემზადებოდა და როცა ჩააბარა იქ, სადაც უნდოდა, უბედნიერესმა დამირეკა. ერთმანეთისგან შორს ვიყავით და მაშინ მივხვდი, რომ მამა-შვილის ბედნიერებას მანძილი ვერაფერს აკლებს. კამპ-ნოუზე სამივე ერთად დავესწარით ჩვენი საყვარელი გუნდის გამარჯვებას. გოლების წვიმაში მოვყევით, სახლისკენ ფეხით წავედით, მღეროდით, ვიცინოდით, გვიხაროდა და გვჯეროდა, რომ მთელი ქალაქი ჩვენი იყო. ნიკო რომ თვალის ოპერაციაზე შეიყვანეს, მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში: ნარკოზი. არასოდეს ყოფილვარ ისეთი უსუსური, როგორც იმ წუთებში და ისეთი ბედნიერი შემდეგ, როცა ნარკოზიდან გამოსული ნიკო დავინახე. მამობა საუკეთესო პროფესიაა.